C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მომდევნო ეტაპზე გადავიდა. პაციენტების სამკურნალო პროგრამაში უკვე ჩაერთო ახალი პრეპარატი ჰარვონი, რომელიც პირველ ეტაპზე არსებულ სოფოს ბუივირთან შედარებით მკურნალობის მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ამერიკული ფარმაცევტული კომპანიისგან საკმაოდ ძვირადღირებულ პრეპარატს უფასოდ იღებს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 2 მილიარდიანი პროექტი ქვეყანას წლის განმავლობაში მხოლოდ 20 მილიონი ლარი უჯდება. ეს ის თანხაა, რასაც სახელმწიფო დიაგნოსტიკასა და დამატებით მედიკამენტებში ხარჯავს. ამავე პროგრამის ფარგლებში სპეციალური ამბულატორიაც ამოქმედდა, სადაც სისხლი ჰეპატიტზე შესამოწმებლად დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, შეერთებული შტატების ელჩმა და ჟურნალისტებმა ჩააბარეს. მათ შორის იყო ჩვენი კორესპონდენტი სოფო ხანაშვილიც. ჯანდაცვის მინისტრი პირველი იყო, ვინც ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი მობილურ ამბულატორიაში ჩაიტარა. ეს მოძრავი ლაბორატორია ჯერჯერობით ერთადერთია. ის 24 საათის განმავლობაში ძირითადად რეგიონებს მოემსახურება. ეხლა მობილიზებული არის როგორც მოძრავი მობილური ლაბორატორია, სადაც შეიძლება სკრინინგული ტესტების ჩატარება. თუმცა ამითი ეს არის ესეთი მოდულარული სისტემა, რომელიც შეიძლება დაუშვათ 15-20 წუთის განმავლობაში გადაიქცეს გადაუდებელი დახმარების კლინიკად და მძიმე პაციენტების მიღებას შეძლოს. ჯანდაცვის მინისტრის მსგავსად დღეს გამოსაკვლევად სისხლი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა და მედიის წარმომადგენლებმა ჩააბარეს. იანკელი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოსა და შეერთებული შტატების თანამშრომლობის ერთ-ერთ რეალურ გამოხატულებად აფასებს. კომპანია გილიადი ამარაგებს საქართველოს უფასო სამედიცინო პრეპარატებით, რაც იქნება საკმარისი ყველასათვის. ვიმედოვნებ, რომ საქართველო გახდება ქვეყანა, რომელიც ამ საშინელი დაავადებისაგან სრულად განიკურნება. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი უკვე დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით უცვლელი რჩება პაციენტების შერჩევის კრიტერიუმები, ანუ უპირატესობა მძიმე მდგომარეობაში მყოფთ მიენიჭებათ. C ჰეპატიტის მკურნალობის პროცესში ერთვება ახალი მედიკამენტი ჰარვონი, რომელიც სოფოს ბუვირის მსგავსად ქვეყანას კომპანია გილიადმა უფასოდ გადმოსცა. თუ წინა პრეპარატს სოვალდის ჰქონდა 90%-იანი წარმატება მკურნალობაში, ამ შემთხვევაში ბევრად მაღალია, ასუახლოვდება და დამატებითი მედიკამენტები ჭირდება შეუდარებლად ნაკლები. თუ აქამდე ჰქონდა დაუშვათ თვეში სადღაც 700-800 პაციენტის მკურნალობის საშუალება, ეს რაოდენობა ჯერადობით გაიზრდება. ოფიციალური სტატისტიკით C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობის პროცესში 7000-მდე პაციენტი ჩაერთო. 3000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა, ამათგან 90%-მა ვირუსი უკვე დაამარცხა. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ამ პროგრამაში ჩაერთო და დღეს კარგად ვზნობ თავს, ავსთავარია ვირუსის გარეშე ცხოვრობდა, ძალიან მიხარია. შარშან ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახმარებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება. ამ კვლევის მიხედვით მოქალაქეების 7% ინფიცირებულია, აქედან 5.2% აქტიურ მკურნალობას საჭიროებს. ყველა შეუძლია მიბრძანდნენ და ჩაიტარონ სკრინინგი. ეს გახლავთ უფასოდ 15-20 წუთში არის პასუხი და თუ პასუხი დადებითია, ამის შემდეგ აუცილებელია უკვე გაღრმავებული დიაგნოსტიკა, რომელიც სერვის ცენტრებში 12 სერვის ცენტრში მიმდინარეობს საქართველოში და შემდგომ უკვე თუ საჭიროა მკურნალობა. ჯანდაცვის მინისტრსა და შეერთებული შტატების ელჩს სკრინინგის პასუხები იმ დარბაზში გააცნეს, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ფილმის ჩვენება მოეწყო.